საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის საკითხთა განყოფილებისა და ბოლნისის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით ბოლნისში უფასო სკრინინგის დღე გაიმართა. შანსის არ გამოყენება იმაში, როცა ქვეყანაში 200 ქალი გვაყუპება წელიწადში საშუალო სკელის კიბორდით, ამ დროს ქვეყანაში გვაქვს ვაქცინა, რომელიც იცავს ამ დაავადებისაგან, გვაქვს სკრინინგი, რომელსაც შეუძლია ადრეულ ასაკში გამოავლინოს და სამწუხაროდ მაინც ესე ხდება, თითქმის ყოველდღიურად გაიგებ, რომ ვიღაც ახალგაზრდა შეიძლება ქალბატონი დაიღუპა. ამიტომ გვინდა რომ აი ეს რამენაირად ჩვენი მოსახლეობაში თავის პატრონობა, თავის მიხედვა იყოს, ასე ვთქვათ, ნორმად დამტკიცდეს და გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რომ ყველა ეს შესაძლებლობა ქვეყანაში არსებობს. ვაქცინაცია არსებობს, სკრინინგი არსებობს. ღონისძიების მიზანი იყო მოსახლეობისთვის იმ სერვისების შეთავაზება, რომლებიც დაავადებათა ადრეულ ეტაპზე აღმოჩენასა და დროულ მკურნალობას უზრუნველყოფს. ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის მობილურმა კლინიკამ ბოლნისელებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩაუტარა კიბოს ადრეული გამოვლენის, არაგადამდები დაავადებების, არტერიული წნევის, სისხლში გლუკოზის, გულ სისხლძარღვთა რისკის შეფასების, ასევე B და C ჰეპატიტისა და AI ინფექციის კვლევები. ესეთი დღეები უნდა მომრავლდეს, იმიტომ რომ სკრინინგი ნიშნავს იმას, რომ სწორედ ჯანმრთელმა ადამიანმა უნდა ჩაიტაროს სკრინინგი და ვცდილობთ, რომ ჩვენ მოსახლეობაშიც ავამაღლოთ ცოდნა ამ კუთხით, რომ უნდა მიმართოს ჯანმრთელმა, რომ ადრეულ სტადიაზევე მოხდეს ამ დაავადებების გამოვლენა, რომლის მკურნალობაც უფრო კეთილსაიმედო არის, მოკლედ ასეთ სკრინინგის შემთხვევებში. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხთა განყოფილების ერთ-ერთი მიზანია, ასე ვთქვათ, ქალთა საკითხებზე მუშაობა. ამ კუთხით უკვე წლებია ვთანამშრომლობთ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის სამსახურთან, მათთან ერთად ვახორციელებთ საინფორმაციო კამპანიებს სახელმწიფო სკრინინგ პროგრამების შესახებ. გარდა ამისა, ყოველწლიურად ვგეგმავთ ადგილზე მამამობილის ჩამოყვანას, ქალბატონ მაკამ მამარდაშვილთან ერთად ჯანდაცვის სამსახურთან ერთად დაიგეგმა აღნიშნული აქტივობა. ჩვენი მიზანია მათ იცოდნენ სახელმწიფო სკრინინგ პროგრამების არსებობის შესახებ. ღონისძიება განსაკუთრებულად საინტერესო იყო იმითაც, რომ მას ესწრებოდა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე, რომელმაც პირადად დაათვალიერა პროცესი და მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა.